მე გამოვიყენებ აი ამის ჩვენ ვართ თამსო ბალანსისთვის და არის Hi guys მოკლედ დავბრუნდი ახალი ვიდეოთ და რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს ეს ვიდეო იქნება კანის მოვლის შესახებ და კანის მოვლის შესახებ და თან რაღაცებზე ვილაპარაკებ და მოკლედ ცოტას გეჭირავებით ასე ვგეგმდებათ რომ ეს ვიდეო არ იწყება აბაზანიდან რადგან შევიძინე ახალი პროდუქტები და მინდა რომ გაჩვენოს და შემდეგ თქვენთან ერთად გამოვიყენო მოკლედ როგორც იცით მე ძალიან მიყვარს კანის მოვლა და ზოგჯერ მაქვს ხოლმე ეს ობსესიური დამოკიდებულება რომ ახალი პროდუქტები ვიყიდო და ახალი რაღაცები დავტესტო და ზოგჯერ საერთოდ არ მაინტერესებს ხო და ბოლო დროს ჩემი კანი გამოიყურება ძალიან ცუდად ანუ ეს დიდი ალბათობით არის ერთი პროდუქტის დამსახურება აი ამის რადგან ეს რომ წავისვი შემდეგ არ ვიცი მეორე დღეს თითქოს რაღაცები გამომივიდა სახეზე ოდნავ კიდევ კარგი ბევრი არა და ამას აღარ გამოვიყენებ ანუ ადრეს გამოვიყენებ ეს პროდუქტი მაგრამ მსგავსი რაღაც არ დამორჩნი არის დროს მაგრამ ახლა არ ვიცი აქ წრილად გამომაყარა რაღაცები აი ამ მხარეში და აქ ცოტა ხოლო თან ძალიან გამომშრალი მაქვს კანი და ისედაც მშრალი კანი მაქვს კიდევ უფრო გამომიშრა და ჩემი კანი არის ისეთი რომ ცოტა მეტი პროდუქტები ჭირდება რომ დატენიანდეს და ცოტა ისეთი პროდუქტები რომელიც ჰიალურონს შეიცავს და თავარი ასე ვთქვათ ამ პროდუქტის ამომავალი წერტილი არის დატენიანება ასე რომ პესპეს შევიძინე რაღაცები რომელიც თქვენთან ერთად მინდა განვიხილო თან ეს ვიდეო არ ვიცი როდის დაიდება მაგრამ თუ მალე დავდე და PSP-ში ისე ვიყო ფასდაკლებები, მოკლედ ფასდაკლებებია და თუ რამე გინდათ წადით და იყიდეთ. პირველი გამომელია სახის დასაბანი კერდა მაკიაჟის მოსაშორებელი და ტოპი კრემი გამოვიწერე, იმიტომ რომ მაინც ანტიალერგიულია და მე სენსიტიური კანი მაქვს ცოტა ძალიან. ხო და ეს არის მაკიაჟის მოსაშორებელი რძე და დავტესტავ როგორ მოაშორებს მაკიაჟს 200 მგ-იანი საკმაოდ დიდია და ამას 50%-იანი ფასდაკლება და ვნახოთ როგორ იქნება იმიტომ რომ მე არ ვატარებ ისეთ მძიმე მაკიაჟს ყოველდღიურად და ისედაც სადმე რო წავიდე არ ვისვავ ტონალურს არაფერს ძალიან ოდნავ კონსილერს და ერთადერთი ტურში მომაშოროს ხოლმე რომელსაც ვიყენებ სხვა მაკიაჟი არაფერი არ მაქვს რომ ძალიან ისეთი მძიმე ბალმები და რაღაცები არ მჭირდება მაკიაჟის მოსაშორებლად ასე რომ ზეც საკმარისია ხოლმე და ვნახავ ამ რძეს როგორი იქნება სხვათა შორის ძალიან კარგი არის კოდალის რძე თუ არ გიცდიათ კოდალი ნამდვილად მომეწონა შემდეგი არის შრატი აი ეს ბრენდი არ გამომიყენებია არის დროს და უცებ გადავაწყდი PSP-ში და ძალიან დამაინტერესდა არ ვიცი რა ბრენდია ან როგორ იკითხება სალიდი იზაია არ ვიცი იტალიური ბრენდია სხვათა შორის ეს შეფუთვა ძალიან მომწონს და ეს არის ჰიალურონის მჟავა ვაუ დიზაინი ლამაზი აქვს 30 მგ-იანი მაგრამ თითქოს უფრო მეტია მილიგრამებით კერდა ზომაში უფრო დიდია ვიდრე 30-იანია ხოლმე ლამაზი შეფუთვა აქვს Okay, I'm gonna try this. Hyaluronis 2%-იანი მჟავა არის ეს და ჩემს მშრალკანს ნამდვილად მოხდება, იმიტომ რომ მე აქ რაღაცა ზოლები მიჩნდება ხოლმე ნაოჭაპებით და წინაზე აქ რაღაც პატარა ორი ზოლი დავინახე თან ახალგაღვიძებულზე და ახალგაღვიძებულზე რა ვიცი ზოლები გაქვს და რეები აღარ თან თუ საშინად წინავს და საშინად ვიგრძენი თავი. მართლა ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. ასე რომ I need to fix this. შემდეგი არის მიზონის ტონერი
როგორც იცით, კორეული პროდუქტები არის ჩემი ფავორიტი, ძალიან მიყვარს და საერთოდ არ ყოფილა კორეული ისეთი პროდუქტი, რომელიც არ მომწონებია. ყველა მომწონს, შემდგას ყველაფერი უხდება საერთოდ. ხო და გამოვიწერა ჰიალურონის ტონერი. ასეთია. ეს არის ესეთი წყლისებური კონსისტენციის, რომელიც უწერია ყოველ შემთხვევაში ღრმა დატენიანებს კანს, 130 მგ-იანი და საკმაოდ დიდი ხანი მეყოფა. მიზონი ძალიან მიყვარს და ჩემი ფავორიტი ბრენდი არის მართლა. ხო, ამ პროდუქტში კიდევ ჰიალურონის გარდა არის კოლაგენი და კიდევ უფრო ეხმარება კანს, რომ უფრო მეტად დატენიანდეს და ღრმად ჩავიდეს კანის უჯრედებში. ასევე აქვს pro-aging რაღაცის დაცვაც აქვს. გარდა ანტიასაკობრივიც არის მოკლედ. ასევე ეს ტონერი მიყვარს მიზონი ხალხო, ძალიან კაია მართლა, ყველა პროდუქტი რაც მქონია მიზონის არის იდეალური. ეს არის snail. ეს ხო მოვიწყდება ხოლმე ქართულად. ეს არის ლოკოკინის ტონერი, რომელიც ძალიან დიდი ხანი მაინტერესებდა სხვათა შორის. 1 წელია მაინც მაინტერესებს. არ მიცდია ლოკოკინის სხვა პროდუქტები მიცდია მიზონის და იდეალური იყო და ძალიან კარგი იყო. ერთადერთი პაჩებს ჩემთვის არანაირი აზრი აქვს და პაჩებს არასდროს არ შევიძენ. როუდის პაჩებზე ამობენ კარგია, მაგრამ მე თვალის ჩაშავებები აქ არ მჭირს და ნაოჭებისთვის კიდე მგონია რომ პაჩები არაფერს არ აკეთებს და გირჩევნიათ ამას კარგი თვალის დამატენიანებელი შეიძინოთ. ძალიან ბევრი კარგი პაჩი გამომიცდია, მაგრამ ალბათ არაფერი. ხო და ესეც არის ტონერი, ესენცია. ღრმა დატენიანებს კანს, ლოკოკინის რა აქვს. ნაოჭებისთვისაც ძალიან კარგია, კანის ბალანსისთვის. და ეს ხაზი, რომელიც აქვს მიზონს ლოკოკინის არის ძალიან კარგი ხაზი. აქვს ტონერიც ცალკე კიდევ. ეს არის უფრო ესეთი სქელი ტექსტურის, მართლა გქონია რომ ტონერი კი არა, შრატისებური ტექსტურა უფრო აქვს. ხო და შრატიც აქვს კიდევ ცალკე პატარა ამპულაში. სხვა პროდუქტებიც აქვს და მართლა ძალიან კარგი ხაზია და ღრმად ატენიანებს კანს, იმიტომ რომ სხვა პროდუქტები გამოცდილება მაქვს და ძალიან კარგი იყო. და ბოლო პროდუქტი არის ისევ მიზონის დამატენიანებელი. ეს არის წყალზე დაფუძნებული დამატენიანებელი. ხადია. წყალზე დაფუძნებული დამატენიანებელი. მოკლედ, ვისაც მშრალი კანი გაქვთ, ასეთი კანის არის ეს დამატენიანებელი, რადგან ღრმად კვებავს კანს და კანის ბარიერს აღადგენს. 45 მგ-იანია. ლამაზი შეხვდა აქ. ცოტა თხელი ტექსტურა აქვს ამ დამატენიანებელს, მაგრამ მგონია ზაფხულისთვის ძალიან კარგი იქნება და ესეთ პრიალა ეფექტს დატოვს სახეზე. კორეული პროდუქტები ერთი კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ გაქვს შემდეგ ძალიან პრიალა კანი, რაც არ უნდა, როგორი დამატენიანებელიც არ უნდა გამოვიყენო, არ ვიცი მართლა რას უკეთებენ ამ დამატენიანებლებს, მაგრამ არც ერთი სხვა ევროპული ბრენდის პროდუქტი არ გიტოვს ისეთ პრიალა კანს, როგორცაც გიტოვს კორეული პროდუქტები. ერთი კიდევ ამის გამო მიყვარს, იმიტომ რომ მე გადაპრიალებული მაქვს ხოლმე სახე. ხო და ამ ყველაფერს დავტესტა ცოტა ხანში. შეიძლება აქვე გეტყვით, რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და გამოიწერეთ ჩემი არხი და დალაიქეთ ვიდეო. არ ვიცი რატო ჩანვარ ესეთი წითელი, განაცდა მეგობრებო. ღმერთო როგორ მიბრიალებს სახე. ხო და ახლა გამოვიყენებ იმ პროდუქტებს, რომლებზეც გეუბნებოდით. პირველი დავიწყებ ამ ჰიალურონის წყლით, თუ რაც ქვია ჰიალურონის ტონერით. I feel like I'm in a vlog. It feels good. ვიღაცა მითხრა შენს თავზე მოგვიყავია, ხო და ჩემს თავზე რა მოგიყვეთ, არ ვიცით. მაგრამ თუ მაინც რამე უნდა მოვყვე, რაღაც ფაქტებს ვიტყვი ჩემს თავზე.
Edi ar დაგვავიწყდეს. Რა უნდა გითხრათ? დავიბადე 2001 წლის 25 ოქტომბერს და ვარ ზოდიაქოთი მორიელი. ზოგს დაამჯერა ზოდიაქოსი, ზოგს საერთოდ არ შეერა. მე ვარ ესე 50-50-ზე, მაგრამ არ ვტოვ არც ერთ ვიდეოს, სადაც საუბრობენ ასტროლოგიურ პროგნოზზე, მორიელზე და საერთოდ ყველაფერზე და რაღაცეები ძალიან ემთხვევა, რაღაცეები არ ემთხვევა ხოლმე, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, რომ კვირის მიმოხილვას რო აკეთებენ ზოდიაქოსი, ზუსტად ეგრე ხდება ყველაფერი, ოღონდ მართლაც ამ ბოლო პერიოდში ვაკვირდები უფრო მეტად მაგას და ზუსტად ეგრე ხდება ხოლმე ყველაფერი. ხო და მორიელის რაღაც თვისებები მაქვს, მაგალითად ის, რომ ვარ ძალიან ემოციური ადამიანი, მაგრამ მაგ ემოციებს არავის არეს დროს არ ვაჩვენებ. მე რა გამოვიყენებ ამას thumbnails, რომელიც ძალიან მაინტერესებს. და დღეს კარგად დავიტენიანებ კანს. ხო, მორიელის ძალიან ბევრი კარგი თვისებები მაქვს, მაგალითად ის, რომ ვარ ძალიან ერთგული ადამიანი და თუ ვინმესთან ურთიერთობა მაქვს, ბოლომდე მისი ერთგული ვიქნები, ბოლომდე მართლა. ეგრე ვარ ხოლმე, მაგრამ სხვაების შემდეგ იმედს მიცრუებენ ზოო. ვიდრე ამას შეიწოვს, კიდევ შრაც გამოვიყენებ, ვიდრე ცოტათი და ტენიანი ეკრანი. და კიდევ ვფიქრობ, რომ ჩემი აზრით მორიელი არის ერთ-ერთი კი არა და ყველაზე მაგარი ზოდიაქოს ნიშანი და მგონი ყველა მორიელი საერთოდ ეგრე ფიქრობს, რომ იცი რა, ჩვენ ვართ და всё. და მეც ეგრე ვარ, სიმართლე რომ გითხრათ, არ მოგატყუართ. ასე კარგად. ასევე კიდევ ფაქტი ჩემს შესახებ, რა ფაქტი შემიძლია თქვა, არ მაქვს საყვარელი ფერი, ჩემი გემოვნება იცვლება ხოლმე რაღაცა როგორ განწყობაზე ვარ, როგორი ამინდია, საერთოდ ყველაფერი მოქმედებს ამ ფერების ცვლილებაზე. ყველა ამბობს ხოლმე საქართველოში მგონი 80% ამბობს იმას, რომ შავი არის მეტი საყვარელი ფერი. შავი კი მიყვარს, შავი მიყვარს იმის გამო, რომ რო არ ვიცი საერთოდ რა ჩავიცვ ან რა გავაკეთე, ბოლოს შავი მოდი ყველაფერი, შავი ყველაფერს უხდება. შავი რო იყოს ადამიანი, ის ადამიანი იქნებოდა ყველა ფერს რო ერგება საერთოდ, ყველა სიტუაციას რო ერგება, ყველაფერს რო ერგება, პოლიტიკაში რო არის მაგალითად ადამიანები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას უჭერდნენ მხარს და იმათ მხარეს იყვნენ და ნუ ადიდებდნენ და რაღაც და მე რა უცებ წავიდნენ და მეორე ოცნებაში შემდეგ გადავიდნენ მეორე პარტიაში და ვაუ არა ახლა ამას უჭერთ ხარს და რა ვიცი შემდეგი მომავალი ვინც იქნება კიდე იმას დაუჭერენ ხარს. ხო და შავი ფერი ეგეთი, ყველაფერს ერგება რა, ადამიანის ყველა სიტუაციას რო ერგება, ამიტომ ხო და მგონია რომ შავი ფერი საყვარელი ვერ იქნება, ანუ უბრალოდ მარტივია და მარტივად აწყობ ყველაფერს შავზე შესაბამისად ამის გამო მოგწონს, თორე საყვარელი ფერი შავი ფერი არ არის საერთოდ მგონი. არ ვიცი როგორ ავხსენია ყველაფერი, მაგრამ that's okay. ძალიან ის გამიხდა ტკბილიანი ვიტკანი ამის შემდეგ, მაგრამ აშკარად გრძნობ, რომ ძალიან დატენიანებულია და კარგად არის. კიდევ საყვარელი ფილმი. ყველა დროის საყვარელი ფილმი ჩემთვის არის ჰარი პოტერი და ყოველთვის ეგ დარჩება და მუსიკა, ნიკის მუსიკა, All Children არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მუსიკა და ყოველჯერზე რამდენჯერაც ვუსმენ, რაღაც მომენტს მახსენებს ცხოვრების. ჰარი პოტერს მახსენებს და ძალიან ემოციურად ვარ დაკავშირებული ამ მუსიკასთან და ჰარი პოტერთანაც მოკლედ და ჰარი პოტერი არის ყველა დროის ჩემი საყვარელი ფილმი და რაც არ უნდა გავიზარდო და დავბერდე და რაღაც მოხდეს, მაინც გავაგრძელებ ჰარი პოტერის ყურებას და საერთოდ ყოველ კვირა ვუყურებ. ეხაც დიდი ალბათობით ამ ვიდეოს რო ჩავწერ, ჩავუშვდები და ჰარი პოტერს ვუყურებ რომ ჩამეძინოს. არ მაქვს საყვარელი წიგნი, მაგრამ მაქვს ხოლმე რაღაც ეპიზოდები, რომ ამ წიგნს რო წავიკითხავ და ძალიან მომეწონება იმ პერიოდის საყვარელი წიგნი ეგ არის. და ამ მომენტისთვის ჩემი საყვარელი წიგნი არის მერვე სიცოცხლე, იმიტომ რომ ამ წიგნმა მომანიჭა ძალიან დიდი ემოციები და ძალიან ემოციურად დავიდვირთე ეს
წიგნი რომ წავიკითხე. მიუხედავად იმისა, რომ დიდია, 1000 რაღაც ფურცელი არის და საკმაოდ ერთ-ერთი ხელტანიანი წიგნია, რაც ოდესმე წამიკითხავს და არის საოცარი წიგნი, საოცარი ემოციები და ალბათ დიდი ემოციებით კიდევ უფრო მეტად, იმიტომ დავიტვირთე, რომ არის საქართველოს შესახებ და რაღაცნაირად ქართულ რეალობას გვყვება რა ხდებოდა 90-იანებში, ამის გამო კიდევ უფრო მეტად ჩავედი ღრმად ამ წიგნში და ძალიან მომეწონა. ხო და ვისაც არ გაქვთ წაკითხული აუცილებლად წაიკითხეთ, მიუხედავად იმისა, რომ დიდია, არ მინდოდა რომ დასრულებულიყო და ეს ისტორიები სულ გინდა რომ გაგრძელდეს და გაგრძელდეს და გაგრძელდეს. ხო და სიდიდემ წიგნით არ შეგაშინოს და თუ წაკითხვა გინდათ, აუცილებლად წაიკითხეთ. ღმერთო, ჩემი კანი არ ვიცი ჩვენს თუ არა, მაგრამ საოცრად პრიალებს. აი ამაზე მომოვიდა ზუსტად კორეული ბრენდების, რომ საოცარი ბზინვარება გაქვს შემდეგ. და it's so soft. Wow! მომწონს მოკლედ ყველაფერი მომეწონა და რაც უფრო დრო გავა, უფრო შემჩნევა ეფექტი როგორი პროდუქტებია. ტუჩის დამატენიანებლად გამოვიყენებ ამ ორი პროდუქტს, ეს არის tea, არ ვიცი როგორი იკითხება, თან საყვარელი ბრელოკი მოყვა. ტუჩის დამატენიანებელი უფრო მეტად ვიდრე რაღაცა გლოსიან რაღაც. და თან ფერს უცვლის ტუჩს და ლამაზ ვარდის ფერს აძლევს. გონი უკვე შემეტყვა. ძალიან კარგი პროდუქტია, შეგიძლიათ ჩანთაზე ან რაღაცის ჩამოკიდოთ და ძალიან დახვეწილი დიზაინი აქვს. ესეც არის სხვა შორის კორეული და რაღაც მანუკა ჰელსის ტუჩის ბალანს. ზემოდან გადავისო. კიდევ რა შეიძლება ვთქვა ჩემს თავზე. მე ისღებეთ მას რომ ვერცხნი ხოლმე და ესე გადასლოპილი თუ რაღაც მაქვს თმა. თმისთვის გამოვიყენებ ამ ზეთს, რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ზეთი და არის ძალიან კარგი. უკარგესია და საოცრად ატენიანებს თმას. ასევე ვარ ძალიან ემოციური ადამიანი და მაგაში ვერავინ ვერ მიგებს და ვერავინ ვერ იგებს, რომ ჩემი ტვინი უბრალოდ ეგრეა მოწყობილი და ეგ ჩემი ბრალი არ არის. უბრალოდ ეგრეა მოწყობილი, რომ რაღაც მომენტში ვსევდიანდები და ეგ სევდა ძალიან დიდხანს მიგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მიზეზი არ მქონდეს. მაგრამ როდესაც მიზეზი მაქვს, რომ სევდიანი ვიყავ, მაგ დროს კიდე ეგ სევდა სხვანაირია და როდესაც მიზეზი არ გაქვს, ეგ ყველაზე საშინელება, ანუ მიზეზი არ გაქვს და სევდიანი ხარ და უბრალოდ დეპრესიაში ხარ, გაურკვევლობაში ხარ. ხო და ეგ ხშირად ადამიანებს არ ესმით ხოლმე, ყველაზე ახლო ადამიანებსაც კი. ასე რომ მაგის ახსნა შევწყვიტე ადამიანებისთვის და უბრალოდ თავს ვაჩვენებ ხოლმე, რომ ყოველთვის კარგად ვარ და ვიძახი, რომ ყოველთვის კარგად ვარ, რომ რადგან ვიცი, რომ მაინც ვერ გაიგებენ და უბრალოდ შემდეგზე მეტი ლაპარაკი ამ თემაზე ძალიან მეზარება. ხო, უბრალოდ შენი ტვინი ეგრე ფუნქციონირებს და ეგრეა მომართული, რასაც ვერაფერს ვერ გავუკეთებ და მაგასთან შეგვება გიწევს, იმიტომ რომ აი ჩემი ხასიათი თუ ჩემი გრძნობები ისეა, აი ძალიან მაღალზე ხარ, პიკზე ხარ, აი პიკზე რო ხარ, ყველაფერს გააკეთებ საერთოდ ეგრე ფიქრობ და ყველაფერს შეძლებ და საოცარ ხასიათზე ხარ და ენერგია გაქვს, რა ვიცი, უშრეტი და ყველაფერი გინდა მოასწრო საერთოდ და აქედან შემდეგ აი ესე უცებ დაბლა ჩამოდის და აი აქ ხარ, როდესაც ლოგინიდან ვერ დგები, არანაირი ენერგია არ გაქვს, არანაირი სურვილი არ გაქვს, რომ ცხოვრება გააგრძელო. ყველაფერს თითქოს აზრი აქვს დაკარგული და შემდეგ ნელ-ნელა მაგ მდგომარეობიდან გამოდიხარ და ისევ და მაგ მომენტშიც მხოლოდ და მხოლოდ გყავს საკუთარი თავი და ისევ შენ დგები ფეხზე, ისევ შენ იწყებ ახალ ცხოვრებას და მან არავინ არ დაგეხმარება მოკლედ და განსაკუთრებით ცუდია, რომ მაგაში ვერავინ ვერ გაგიგებს. ვისაც ყველაფერი არ გამოუცდია და შეიძლება გამოცდილიც გქონდეთ და კიდევ სხვანაირად მოგიდგნენ. ასე რომ ყოველთვის
საბოლოოდ შენი თავის იმედი უნდა გქონდეს და შენი თავია ვინც ყავს მოკლედ. მოკლედ ასეთი იყო ჩემი თავის მოვლის რუტინა. გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ და ლაიქეთ ვიდეო. კომენტარებში გამიზიარეთ თუ რაიმე გაინტერესებთ, თუ რაიმე კითხვა გაქვთ, ასევე როგორ ვიდეოს ისურვებდით. აუცილებლად ყველას გაგცემთ პასუხს, სადაც არ უნდა მომწეროთ და არ ვიცი, რამე გააკეთოთ მოკლედ ამე კომენტაროთ და თუ რაიმე ვიდეოს სურვილიც გქონდეთ, აუცილებლად გადავიღებ. გქონდეთ ძალიან ბევრს.